კარგად არიგებთ. გორი. დიმიტრი გოგიჩაიშვილი სტუდენტი გორიდან ითამაშებს. ბატონო მაგრაძე. გავიგე თედო სახოკია გადაიკითხაო. არა, ვერ მოასწარი. შეკითხვა მომზადებულია თედო სახოკიას წიგნიდან მოგზაურობანი აჭარაში. ყურადღება. ძველად აჭარაში ცოლ-ქმრის განქორწინების წესი სამგვარი, ანუ სამტალახიანი იყო. ბატონო, დავით რაფა. პირველი, ანუ ერთი ტალახით გაშვებული ქალი სხვაზე ვერ გათხოვდებოდა, ხოლო 3 თვის ვადაში ქმარი თუ ისურვებდა, შეეძლო შერიგებოდა ცოლს და დაებრუნებინა სახლში. მოგწონთ ეს პრინციპი არა, ბატონ დავით? ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ ქმარი არ შეურიგდა, ცოლს ნება ჰქონდა სხვას მისთხოვებოდ. მეორე, ორი ტალახით გაშვების დროს ხელახლა შერიგებისთვის უკვე ქალის თანხმობა იყო საჭირო. ოღონდ ესეც პირველი 3 თვის განმავლობაში. და მესამე, 3 ტალახით გამიშვიხარო თუ ეთყოდა ქმარი ცოლს, მაშინ ქალსაც და კაცსაც ძალიან გულითაც რომ მოენდომებინათ, 3 თვეზე ადრე ვერ შერიგდებოდნენ, ბატონო ლექსო. აჭარიან. ყურადღება შეკითხვა. ბატონ ზურაბ მაგრაძე. რატომ იყო დათქმული მაინც და მაინც 3 თვე? დრო? მარხვასთან ხო არა დაკავშირებული? მარხვა ერთი მეორე ფელძიმეთ იყო თუ არა მუცელი ეთქებოდა. როგორ იყო ფელძიმე თუ არა? კარგია, კარგია. რა უნდა შეიძლება კიდევ. 3 თვეში რა შეიძლება 3 თვე რა რამე ეგეთი ხო არა, თქვა რა ყოფითი უნდა იყოს რა აი დაუშვათ გაზაფხულის 3 თვეში იგებდა და თუ ფელძიმეთ იყო იგებოდა. ხო, ეს კაი ვერსია. კაი ვერსია და არა გავაგზავნოთ. კიდევ 3 თვეა ყველგან, ხო? ტალახი რატოა? ტალახი რა მაგის გამოცემაზე ხარ. არა, შეიძლება მაგასაც აქვს მნიშვნელობა, ა? ტალახი, 2 ტალახი და 3 ტალახით. ხო. სიტყვა. კიდევ. იმას გახსოვთ. ა? არა, 3 თვე აჭარაში აჭარა პერიოდია. იანი აჭარა გააჩნია რა პერიოდია რა. რატო აი მაგასთან პერიოდს არ გეუბნებიან და იანი აჭარა მოიფიქრო რაღაცა რა აზრია, ხო? მოიფიქრო შეიძლება 3 თვეში და 2 თვეში მოიფიქრო. 3 პრაქტიკული რაღაცა, პრაქტიკული ჯერჯერობით ეგ ვერსია. ანუ ყოველდღე ამ სოციალური მიზეზი უნდა იყოს. დრო. პრაქტიკული. დრო ამოიწურა ბატონ დავით რაფავა. კლუბის დახმარებას იღებთ? არა, ამჯერად კლუბის დახმარების გარეშე ვითამაშებთ. უპასუხებთ უბრალოდ. ვინ უპასუხებს? ლექსო მაჭავარია. ლექსო მაჭავარია, ბატონ ლექსო. გიმეორებ შეკითხვას. დიახ. ნუ, ტალახებს აღარ მოუყვები, პრინციპი ერთი იყო, რომ ყველგან 3 თვე ფიგურირებს. რატომ იყო დათქმული მაინც და მაინც 3 თვე? ჩვენ გვაქვს ესეთი ვერსია, რომ 3 თვის განმავლობაში გამოშტებოდა იყო თუ არა ცოლი, ანუ ყოფილი ცოლი ფეხბურთიმეთ. და ეს შემდეგ გააწყვეტილების მიღებაზე უკვე გავლენას ახდენდა. ანუ პასუხი არის ფეხბურთიმობა. ანუ 3 თვემდე არ ჩანს ფეხბურთიმობა? 3 თვეში უფრო კარგად ჩანს, მოვით ასე ვიტყვი. აი თქვენ რამდენი შვილი გყავთ ბატონო? მეორე. და რომელ თვეზე ამჩნევდით ხოლმე მეუღლეს ფეხბურთი? ხან როგორ ბატონო ძმა. აქ არის მეუღლე ლექსო მაჭავარია და მივეს ალბათ მას. ყურადღება სწორი პასუხი. 3 თვე არის მაქსიმალური ვადა, როდესაც უკვე აშკარა ხდება ფეხმძიმობის ნიშნები. 3 თვის შემდეგ გამოჩნდებოდა გაშვებული ქალი ორსული იყო თუ არა და გადაწყვეტილების მიღებაზე ეს რასაკვირველია გავლენას მოახდენდა. ლექსო მაჭავარიანმა გაათანაბრა ანგარიში. გაათანაბრდა 1-1 გახდა ანგარიში გონდა თამაში.